ყვავი ათასფერები დირბინოთ ვიცინო პატარა ქალო ჯერ გავითვალოთ იწილო ვიცილო დირირამ დამ 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 დირირამ 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 დაი 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 და დირირამ დამ 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 დაი დირირამ 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 დაი 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 და Zaparigo, perla sakme avarigo Shveni Petretili tata Usakovit Montarigo Usakovit Montarigo Orera, orera, ira orera Orera, ira orera Ორმოცდაათიან წლებში ბევრი საინტერესო მულტფილმი შეიქმნა, ისეთი როგორიც არის ჩხიკვთა ქორწილი, მტრობა, 60-იან წლებში წუნა და წრუწუნა და ხელმარჯვე ოსტატი და ასე შემდეგ. Multiplikაცია დაახლოებით 80 წლის წინ უოლტ დისნეის მიერ შეიქმნა, თუმცა სანამ იგი პირველ მულტფილმს გვაზიარებდა, არსებობდა ანიმაციური წიგნი, რომლის წყალობითაც მრავალი ბავშვი ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობდა. ყოველ გვერდზე იყო ნახატი და სწრაფი მოძრაობის დროს მცირედი ცვლილებები იყო, დეტალები იყო შეცვლილი თითოეულ ნახატში და სწრაფი დათვალიერების დროს ნახატები იწყებდა მოძრაობას. Რა თქმა უნდა ეს ოპტიკური ეფექტი იყო, მაგრამ ბავშვებისთვის მეტად სახალისო იყო ასეთი წიგნები. საქართველოში ანიმაციური სტუდია უფრო მოგვიანებით 1929 წელს ლადო მუჯირის ძალისხმევით დაფუძნდა. 1935 წელს კი მის მიერ გადაღებული პირველი სიუჟეტური ფილმი არგონავტები იხილა ქართველმა მაყურებელმა. მულტიპლიკაციის მხატვარი ლადო გუდიაშვილი გახლდათ, რეჟისორი კი შალვა აზმაიფარაშვილი. მოგეხსენებათ, მულტიპლიკაცია ხელოვნების ერთ-ერთი ურთულესი ჟანრი. ეს არის სფერო, სადაც გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თავისთავად ეს სირთულე გამოიხატებოდა იმაში, რომ თითეული მოძრაობა მხატვარს უნდა დაეხატა და შემდეგ სპეციალურ აპარატში გატარდებოდა, რომელიც აჩქარებდა ამას. მაგრამ დროთა განმავლობაში კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა, ასე ვთქვათ, გაადვილეს ანიმატორის როლი, შეიქმნა სხვანაირი ესთეტიკა და რა თქმა უნდა, შეიცვალა თვითონ მისი ფორმაც, ანიმაციის ფორმაც. ეს იყო ბავშვებისთვის ჯადოსნური სამყარო, არაჩვეულებრივი, რომელიც თვალსაჩინო იყო წიგნისგან განსხვავებით, სადაც ბავშვები სწავლობდნენ სიკეთეს, მეგობრობას, სიყვარულს. ადამიანები, რომლებმაც ქართული მულტიპლიკაცია აკადემიურ დონეზე აიყვანეს, დღეს თითქმის მიივიწყეს. დაივიწყეს მულტფილმები, რომელსაც ისინი ქმნიდნენ. დღეს თითქმის ყოველ მათგანს საიუბილეო თარიღი აქვს. მათი შექმნიდან მრავალი წელი გავიდა. მაგალითად, არკადი ხინთიბიძის რეჟისორობით შექმნილი წუნა და წრუწუნა 50 წელია, რაც პატარებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. გაბო ლავრელაშვილის ლურჯი მელია შექმნიდან კი 40 წელი გავიდა. ჩვენ გავიზარდეთ ამ მულტფილმებზე, ჩვენი შვილები გვინდა რომ გაიზარდნონ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ თანამედროვე ბავშვებს ისე მოწონთ ეს მულტფილმები, როგორც ჩვენ მოგწონდა. ეს იყო მულტფილმები, რომელიც მარტო ბავშვისთვის არ იყო, დიდების კი ყოველთვის რაღაცა სიამოვნებით ვუყურებდით. ამიტომ კარგი იქნება, რომ საზოგადოება აღინიშნოს და ჩვენი მუზეუმიც ამას აპირებს, რომ ეს საიუბილეო თარიღები აღნიშნოთ, მოვიწვიოთ აქ ბავშვები, ვესაუბროთ ტექნოლოგიაზე, როგორ სრულდებოდა ეს ფილმები, ვინ მონაწილეობდა, ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრები მონაწილეობდნენ, ლადო გუდიაშვილი, სიდამონ ერისთავი, შემდგომ ზურა ნიჟარაძე, რეზო გაბრიაძე, თენგიზ მირზაშვილი და ასე შემდეგ. ეს თვითონ ძალიან საინტერესო პროცესია და ფიქრობ ბავშვებისთვისაც სახალისო იქნება.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დღეს ამ მულტიპლიკაციური ფილმების ესკიზები ინახება. ბევრი მათგანი განადგურების პირას იყო, თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით მოხდა მათი გადარჩენა. ჩვენ გეგმა გვაქვს ასეთი, რომ მოვაწყოთ დიდი გამოფენა, რომელიც თვალსაჩინო მასალა იქნება მთელი ქართული მულტიპლიკაციის განვითარების. თავის დროზე გენიალურ რეჟისორს მიხეილ ჭიაურელს უთქვამს, ნამდვილი ხელოვნება მულტიპლიკაციაშიაო. ჩვენი ეთერის დახმარებით ვცდილობთ დღევანდელი თაობა ვაზიაროთ ამ ნამდვილ ხელოვნებას. თუმცა მარტო ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ ჯადოსნურ ზღაპარში მოგზაურ პატარებს ის მულტფილმები შევაყვაროთ, რომლებიც თავის დროზე სიყვარულს, მეგობრობასა და ერთგულებას ასწავლიდა თითოეულ ჩვენგანს.